ჩემი ფიქრი, ჩემი დარდი, შენი ყავი ერთადერთო. კარგებო, კვლავ არხზე გემრიელი ცხოვრება, მე მისი დიასახლისი მაკავარ, ვინც არ მიცნობთ, ვინც მიცნობთ, გულით ადი სალამი ყველას, დილამშვიდობისა, საღამომშვიდობისა, შუადღემშვიდობისა, დღის რომელიც მონაკვეთიც არ უნდა იყოს თქვენთან, მოვედი საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იმიტომ რომ მე მყავს სტუმარი, მეგობრის მეუღლე გერმანიიდან და დავდივარ იქით, აქეთ, რა ვიცი, დღეს მაგალითად მივდივარ გორში, დღეს არის გორაობა. სასაცილო ჯერს, მაგრამ გორის დღეა, ისეთივე როგორც არსებობს თბილისობა, მცხეთობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მართალია ძალიან მწირი პროგრამა აქვთ. რაღაცა ეთნოგრაფიული მუზეუმის სტენდი იქნებაო, რა იქნებაო, კიდე კუთხეების და სოფლების ბაზრობა იქნებაო, ალბათ ხაბიც გინა ხაჭაპურებიც იქნება. რა იქნება კიდე? ხო, ყველაზე სასაცილო ხალხო, ნუ ადგილობრივი მომღერლები იმღერებენო და ასევე უკრავს ჩვენ ერთხელ გორში ვიყავით, გახსოვთ ერთად ბაინდურაშვილების ხელოვანთა ოჯახში და მისი ჯგუფი კანუდოსი უკრავს, კანუდოსი ქვია, ჯერ მარტო სახელი რა კარგი აქვს ესეთი სამოსელი პირველის დოჩანაშვილისეული და იქნებ არჩილიც უკრავდეს, ნახოთ აბა და ყველაზე მაზალო არის ის ჩემო კარგებო, რომ ჩვენი მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით 1 ასაკის ხალხი ვართ არხზე, თუმცა სულ უფრო და უფრო ახალგაზრდავდება ჩემი მაყურებლის ასაკი, ასე მითხრა ამას წინათ YouTube-მა, მადლობა და უკრავს ჩემი თინეიჯერობის ჯგუფი, არასდროს არ ყოფილა რა მათი ფანი, მაგრამ პოპულარულები იყვნენ და სულში ყურებ ქონდა გამოჭედილი, ეს არის ქუჩის ბიჭები. ხო და ვდგევარ და წამოსვლის მაღაზიასთან წყალი ვიყიდე ბოთლით ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ბუბიც ჩემთან არის. ვდგევარ მაღაზიასთან და ჩვენ მაღაზიის გოგოებმა გამოყვეს თავი, სად მიბრძანდება ბუბუ, ესეთი გამოპრანჭილია. მე ვთქვი ქუჩის ბიჭებს უნდა მოусმინოს თქო და წადიო, ნახეო, იქნებაო დავაშკაცდნენო ეგეთიო. ანუ სადღაცა 30 წელია რეპერტუარი არ შეუძლიათ, ისე ქუჩის ბიჭები არიან. ნახოთ, აბა რა სიზავენ, თუმცა შეიძლება ვერც ვნახოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვიანობამდე ყოფნას არ ვაპირებთ. მოდით ახლა გაჩვენებთ ბუბუს როგორ არის გამოპრანჭული. ბუბუს აცვია რალფ ლორენის მაისური, აი ასეთი. ბუბუსი, ჩადამიდიხარ ბუბუსენ? ჩადამიდიხარ ბუბუ? არ არის გადაღების ხასიათი. უკვე შეყვითლებულ, შეწითურებულია და ძალიან ლამაზია გარშემო ხეები და ის სიმწვანე, რომელიც შემოდგომის ფერებში გადადის. მოკლედ, ჩემო კარგებო, თუ რამე საინტერესოს გადავეყარე, აუცილებლად გადაგიღებთ. კარგ დღეს გისურვებთ. აბა, როცა კურსი მაისიდა, სიყვარულის ცეცხლი გვენთო, რა ყოფილა სიჯამოკე, ჩემო კარგო ხვდები უკვე, ეს ლებია სიყვარულისა. Давай спереди посмотрим, не хочешь? Журик, не теряй нас. Fantastica.
აბა როგორ დავივიწყო ოცნებების წლები წმინდა მერე რა რომ არა ვიხდა რა უყვათო გაგვიფრიდა რა ყოფილა სიჯაბუკე შუქი მიდის და მოდის და ბავშვებმა იპოვეს გასართობი. კორპუსის წინ ავიდნენ ხეზე. მე მგონი ჩანს და ანათებენ თავისი ტელეფონის ფანრებით. და ისეთი ლამაზია, თან ჭორაობენ. ესეც მთვარე. სალამი ჩემო კარგებო. როგორ მყევხართ? ხო ხართ? ყოჩაღად. გუშინ ვერაფრით ვერ ავტვირთე ვიდეო, რაღაცა შუქი მიდიოდა, მოდიოდა. არა და საინტერესო საღამო გქონდა ზოგადად. გავხალისტით ძალიან გორაობაზე. გორის დღეზე ყველას დაგვიანებით გილოცავთ, გორელებო და არა გორელებო. და ესე დღეს გავაგრძელე ვიდეოს ჩაწერა. რას ვაკეთებ ახლა მე რას ხო ძვლის ფორმის გამო მივიდა ვაკეთებ ამანაც ჩემო კარგებო ჩემი პირველი ლაივი შედგა მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ რომ მე თვითონ კამერასთან დაძაბული არასდროს არა ვარ სხვა თუ არაფერი 8 წელია მაქვს YouTube არხი აი არც მეტი და არც ნაკლები რო არ ვიცი არხის წარმოება თორე 8 წელიწადში მილიონერი უნდა გამხდარიყო ადამიანი ამ საქმიანობით მაგრამ ისე არ ვაკეთებდი როგორც საჭირო იყო ეტყობა ან რეგულარულად არ ვაკეთებდი ხო და სამაგეროდ ის მოიტანა რომ მე კამერასთან მუშაობა აბსოლუტურად არ მაშინებს არ მერიდება და სიტყვებისთვის მოძრები სადღაც თუმცა მე შინოდა იმ TikTok live-ში იქ რაღაცა გამომრჩება მოწერილი კომენტარი მე რა შექმნილი ხმა აქ ახლა მოვრჩები დასკოჩილი უნდა იყოს ახლა უნდა წავიღო საკურიეროში მე თვითონ უნდა წავიღო როცა ბევრია თურმე თვითონ მოდის და ხომ მთელ მანქანას რო დატვირთავ თვითონ მოვა რა თქმა უნდა მაგრამ თუ ჩემსავით აი ესე ჯერჯერობით როგორც ქვიშხეთში ამბობენ ვტილაობთ ანუ ცოტა-ცოტას ვაკეთებთ მივაწერე საფუქრებით ჩავუდე ბევრი არაფერი მაგრამ აი რაც შეიძინეს იმის მსგავსი თითოეულა დავუმატე ძირითადად ბავშვის ჩასაცმელია შეძენილი ორსულ გოგოებთან და აი ამ პაწაწუნა ჩასაცმელები უნდა გაჩვენოთ, ვისაც არ გეყურებიათ ლაივი. აი ამ პაწაწუნა შარვალს რო ხელს მოკიდებ და რო გაასწორებ და რო ზოგს რო გარეცხავ, ზოგს რო გააუთოვებ და რო გაფენ და სარეცხის თოგზე რო ეს პაწაწუნები კიდია და მერე რო ორსული გოგო რო მოგწერს და გეტყვის რო ჩასაცმელი მინდაო და ველოდებიო და გოგოაო ან ბიჭიაო ან 2 თვის მინდაო და ახალშობილი მინდაო აი ამას ხო სხვა ემოციით აკეთებ ახლა სხვა რაღაცას პატივისცემით გავაკეთებ რა თქმა უნდა მაგრამ ეს რაღაცა სხვანაირია და არ მინდა რომ რამე გამომრჩოს და არ მინდა რომ აწენინო და არ მინდა რომ შემეშალოს და არ მინდა რომ იფიქროს ადამიანმა რომ აი აგდებულად მომექცა მაშინ როცა რუდუნებით ვექცევი თქვენ ხო იცით აი ორიანი რო არ გვეკუთვნოდა და რო გვიწერდნენ მაშინ გვწყინდა ხო თორე სულ არაფერი არ მქონდა ნასწავლი ვიცოდით რომ ორიანი გვეკუთვნოდა და ჩვეულებრივად ვიღებდით ამ ამბავს და აი როცა გულით აკეთებ არ გინდა რომ რამე შეგეშალოს და სხვას არ ეგონოს რომ სიყვარულით და გულით არ გააკეთე ხო და ეხა ისე რომ ვაკეთებდე ეხებზე მკიდეთ უკაცრავად გამოთქმაზე, მაშინ სულ არ ვიდარდებდი იმაზე, რას იფიქრებს, მაგრამ არ მინდა რომ გული ვარჩინო. ასე რომ მით უმეტეს რომ ისეთ სასწავლო მდგომარეობაში არიან ფეხმძიმეები და ელოდებიან ბაიებს. ამაზე დიდი სასწაული არ არსებობს ხალხო ჩემთვის, აი ხალხი სასწაულებს ეძებს, იგონებს, თუ რა ვიცი მე ჯერავს და ხედავს არავის არ ვაკრიტიკებ ცაზე ანგელოზის ღვთა გამოჩნდა და ყველაზე დიდი სასწაული არის ჩვენ სხვის წინ. აი წარმოგიდგენიათ რომ
ახალგაზრდა ჯანმრთელი ორგანიზმი ქმნის მეორე ახალგაზრდა ჯანმრთელ ორგანიზმს და ამაში არის როგორ მარცვალი, როგორც ხორცისა, არის მარცვალი სულისა, სიყვარულისა, აი რაღაცა ერთ უჯრედში მოგროვილი სიცოცხლეა, რომელიც მე იზრდება, ვითარდება და ეს არის ცხოვრება. რაღაცნაირად გულაჩუყებული ვარ, შეიძლება შემოდგომისბრალია, შეიძლება იმიტომ რომ მართლა ამ ბავშვის სათამაშოებთან და ბავშვის ჩასაცმელთან რომ აქვს საქმე არ ვიცი ვერ გეტყვი, შეიძლება იმიტომ რომ გახარებული ვარ, რომ აი ამდენი ხნის ჩანაფიქრი ლაივში გამომივიდა. მაქსიმუმი 15 ადამიანი მყავდა ლაივში. საშუალოდ 8-დან 12-მდე მერყეობდნენ, შედიოდნენ, გადიოდნენ, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ პირველი ლაივისთვის, აი ბიზნეს კუთხით რო შევხედოთ. მით უმეტეს რომ მე არა მაქვს ესეთი ძვირიანი საქონელი, ბრილიანტს მე არ ვყიდი და იმას, მაგ ბავშვის სათამაშოები და ბავშვის ჩასაცმელი და თოთოს ჩასაცმელი, თოთოსი და ეს აუდიტორია ისედაც პატარაა. ხა სპორტული შარვალი და ჯინსის შარვალი ზრდასრულის თუ ბევრი გვინდა, პატარას რაღაცებს ბევრი არ ყიდულობს, ხო? და ისეთი ძვირი არ არის. პირიქით. ხო და ასე ჩემო კარგებო. წერილით ჩავდე. რომ მქონდეს ეს ამოსაბეჭდი. რა ქვია მაგას პრინტერით ამოვბეჭდავდი, მაგრამ ხელით დავწერე და უფრო რაღაცნაირად ამიჩუქდებული რაღაცა გეგონება იმან ბიძაშვილმა სოფლიდან წერილი გამომიგზავნა ეგეთი ჩანაწერი. აჰა. ახლა ცოტა ხანი გავთიშავ ჩემო კარგებო, იმიტომ რომ უნდა ვაჭრაჭუნო და ეს არა ქვია, სკოჩი უნდა ვახრაჭუნო, თუ აი არ ვიცი რაღაც საშინელი ხმა ჭორლო. ხო და დაგიბრუნდებით. გადავსკოჩავ ამ ერთ ცალსაც და დაგიბრუნდებით. მე და ბუბუმ ჩავაბარეთ. რატო ყვირი ვარ? ხო, ყვირი ვარ. მე და ბუბუმ ჩავაბარეთ. ეს არა ქვია, ამანათები. აი ასე, ისე მომეხმარა, მეტი რო არ შეიძლება. საღამომშვიდობისა, ჩემო კარგებო. დაგიბრუნდით ისევ. ძალიან დაღლილი სასწაულად. თქვენ როგორ ხართ? ჰაი, დასიკო. როგორ ხართ? ჩვენთან გრილა. ნაფლეთ ღრუბლებია და ეს ლამაზად ანათებს ახალი მთვარე. რაღაცა ესეთი ჩოჩქოლია ჩვენ ეზოში. არ ვიცი რატო შეიძლება, იმიტომ რომ კარგი ამინდებია და ბავშვებიც გარეთ არიან. აქაური კორპუსის ბავშვები. მოვრჩი მე დღეს საქმეებს, მე მგონი დასვენებას ვიმსახურებ. სად არ ვიყავ, სად არა და საბოლოო ბოლო აკორდი ის იყო, რომ ჩემი აწ უკვე მომზადებული და დადუღებული აჯიკა ჩავასხი ბოთლებში. ტვერსასრუტით მოვასუფთავე იატაკი და სველი დამუშავებითაც, დასუფთავებითაც კარგად დავასუფთავე და უწყნარად დავაძინება დღეს. აი, უნდა გაჩვენოთ, ხალხო, დედასგან წამოვიღე, ნელ-ნელა მომაქვს თითო მეხუთე სართულზე რო არ გამიჭირდეს ამოტანა. თითო ყვავილი, აი, უნდა გაჩვენოთ რა დღეშია. აი, ეს ყვავილი კი არა, სუკულენტი, აი, ეს ულამაზესი სუკულენტი მე ჩამოვიტანე 2019 წელს იტალიიდან პირველად რო წავედი მაშინ. ეხლა ცოტა ფორმა აქვს შეცვლილი, ცოტა უყურადღებოდ დამრჩა. აი, თავი აქვს გასაჭრელი, ესეთი წოწლოკინა არ უნდა იყოს, უფრო განში უნდა გადიოდეს. და ნახეთ. მოვიტანე სახსალამათი დედასგან. აი ესეთი მწვანე ხასხასა და აი ამ მხრიდან დავდგი მზეზე. ერთადერთი დღე იდგა, ერთადერთი, აი ხა სექტემბერი მთავრდება, ხო? ერთადერთი, ნახეთ როგორ არის მომჭკნარი, დამშრალი და დამწვარი. არაფერი არ გამიკეთებია. მზეს რო არ უყურებდა ეს მხარე, აი ესეთი მწვანე დარჩა, მეორე მხარე აი ესე მოიფუტკა. ახლა ვფიქრობ რომ მოვაჭრა თავი, ისე მოვაჭრა რომ მიწაში ჩავარჭო და იმანაც ფესვი გამოიღოს. ეს ძალიან ძნელად ხარობს ფოთლით საერთოდ. ხო და იქნება გადავარჩინო, არ ვიცი, შევასხლა ესენი, არ შევასხლა.
არ ვიცი ამზე რაღაცა ძალიან უცნაურია. მაღალია ტემპერატურა თუ არა, მზე რაღაცნაირად აი ესე მცენარეებს აფუჭებს, მაგას ამბობს აბსოლუტურად ყველა, ვისაც შეხება აქვს ქოთნის მცენარესთან თუ ბაღჩასთან თუ ჰექტართან თუ არა აქვს მნიშვნელობა, უცნაურად იქცევა, ძალიან უცნაურად იქცევა ბუნება. ალბათ გვიბრუნებს იმას, რასაც ჩვენ იმაშვებით, რა ქვია, მარტებთ მას იმაშვება, რა ქვია, გვიხდის სამაგიეროს. აი ესეთი დღე მქონდა, ჩემოკარგებო, გავაგზავნე ამანათები, დაველაპარაკე გოგოებს, ვისთანაც გავაგზავნე და ძალიან დამშვიდებული და გახარებული ვარ, რომ აი ეს თავიდან ბოლომდე აი ეს რაღაცა სისრულეში მოვიყვანე, ანუ ამის კეთება შემიძლია, ცოტა უფორი აქდი, მაგრამ ჩავწყნარდი, ერთი კი მისითი გულდასაწყვეტი მითხრა დელივოში, მითხრეს რომ დელივოთი ვაგზავნი ქარელში, ქარელის ფილიალში მითხრეს რომ ოქტომბრის ბოლომდე ვიმუშავებთ და აღარ ვიმუშავებთო მერეო. მერე მომიწევს სიარული ხაშურში და გორში, მაგრამ არა უშავს, არც ხაშურია შორს და არც გორია შორს. ის კი არა და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი მიდის დელივოს ოფისებამდე. ეგ იმას ნიშნავს, რომ მე თვითონ შემიძლია 1-2 კაი ჩანთა გავავსო და მეთი რა ქვია, თუ მანქანისის არ მექნება, მანქანა თუ არ მეყოლება ხელთ, მე თვითონ წავიღო. მოდი ჩემთან შემოსაყვანელო. აი ასე. მოდი დავემშვიდობოთ ხვალამდე გოგოებს და ბიჭებს. არ მაკოცო, კრემი მისვია, ვიბანავე მე. აი ესე ჩემოკარგებო. გისურვებთ კარგ საღამოს, მშვიდობიან ღამეს. შევხვდებით ხვალზე უახლოეს მომავალში მოკლედ აღარ მინდა რომ მოვეთქვოთ ან მოახერხოთ ან არა, თუმცა ყოველთვის და ყოველთვის ვცდილობ რომ ჩემება აბა ოჯახით შევხვდებით მალე მაგრამ აიც გავიყარეთ რა ყოფილა სიჯაბუკე ჩემო კარგო ხდები უკვე ესლებია სიყვარულისა ახაროცა სადმე ხდები ხალებს ისე ამარიდე ვითომ ახლაც ერთმანეთი არ გვიყვარდეს თითქოს კიდევ რა ყოფილა სიჯაბუკე ჩემო კარგო ხდები უკვე ესლებია სიყვარულისა ესლებია სიყვარულისა ესლებია